კიდევ ერთი საკონსტიტუციო სარჩელი ემიგრანტებისთვის ხმის უფლების შეზღუდვის შესახებ. ავტორი ამჯერად პარტია ლელოძლიერი საქართველოა. პარტია იმ საკანონმდებლო ჩანაწერების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას მოითხოვს, რის საფუძველზეც ქართულმა ოცნებამ საქართველოს საზღვრებს გარეთ საარჩევნო უბნები ემიგრანტებისთვის დახურა და მათ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა წაართვა. საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწევს იმსჯელოს, ეწინააღმდეგება თუ არა ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო დოკუმენტს მმართველი პარტიის არგუმენტი, რომ სხვა ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქე სამშობლოს ბედის გადაწყვეტაში მონაწილეობას არ უნდა იღებდეს. ფორმულას ჟურნალისტი მარიკა ბოლქვაძე გაეცნო სარჩელს, რომელიც ერთადერთი არ არის და თითქმის იდენტური შინაარსის სხვა სარჩელი სასამართლოში თვეები ადევს. რა არგუმენტები აქვთ მოსარჩელებს, დეტალებით ის ჩვენს ეთერს უერთდება ახლა. კეთი კოალიცია ლელოძლიერი საქართველოს წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო სარჩელი რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად შეიტანეს, რომელიც მიზნად ისახავს, რომ ახლა არაკონსტიტუციურად იქნეს ის ჩანაწერი კონსტიტუციაში, რომელიც გაკეთებულია არჩევნებთან დაკავშირებით, რომ ემიგრანტებს არ აქვთ ქვეყნის ფარგლებს გარეთ ხმის მიცემის უფლება, სწორედ ამიტომ ახლა ლელოძლიერი საქართველო ამ ჩანაწერის გადახედვას მოითხოვს და მოითხოვენ, რომ ემიგრანტებს აღუდგეთ ხმის მიცემის უფლება ქვეყნის ფარგლებს გარეთ. რამდენიმე წუთის წინ ლელოძლიერი საქართველოს წარმომადგენლებმა განცხადება გააკეთეს და აღნიშნეს, რომ ქართული ოცნება მიხვდა, რომ მათთვის ქვეყნის ფარგლებს გარეთ საარჩევნო პროცესის კონტროლი შეუძლებელია, რაც გამოიხადა მაგალითად 2024 წლის არჩევნების დროს, როდესაც ქართულმა ოცნებამ ქვეყნის ფარგლებს გარეთ ფაქტობრივად წააგო საარჩევნო პროცესი და მათ საწინააღმდეგოდ გადაწყდა შედეგების მიხედვით საქმე, სწორედ ამიტომ დასაჯა ახლა ქართულმა ოცნებამ ამ ფორმით ემიგრანტები და წაართვა ქვეყნის გარეთ ხმის მიცემის უფლება. ამასთან ერთად ლელოძლიერი საქართველოს წარმომადგენლები ემიგრანტებს მოუწოდებენ, რომ ახლა სრულად ჩაერთონ ამ პროცესში, აძლევენ იმის შანსს, რომ მათთან ერთად იმუშაონ სამართლებრივად ამ საკითხთან დაკავშირებით და მოუწოდებენ, რომ ინდივიდუალურ დონეზე შეიტანოს თითოეულმა ემიგრანტმა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, შემდეგ უკვე საერთაშორისო ასპარეზზე სტრასბურგის სასამართლოში, რათა დაუბრუნდეთ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ქართველებს ხმის მიცემის უფლება. ქართულმა ოცნებამ რეალურად წაართვა მათ საარჩევნო უფლება და მე მინდა ჩვენი კოალიციის სახელით მივმართო ჩვენს ემიგრანტებს. შემოგვიერთდით, ერთად დავიწყოთ ბრძოლა. კოალიცია ძლიერმა საქართველოს ლელომ თვეების განმავლობაში იმუშავა კონსტიტუციურ სარჩელზე, მოაბზადა ბრწყინვალე სამართლებრივი დასაბუთება, იმიტომ რომ ეს რეგულაციის ცვლილება არ არის მხოლოდ, ეს არის ანტიკონსტიტუციური აქტი, ეს სარჩელი გამოქვეყნდება და თითოეულ ემიგრანტს ექნება შესაძლებლობა ფორმალურად გახდეს ამ სასარჩელო მოთხოვნის მონაწილე, გახდეს მხარე, იდავოს საკონსტიტუციო სასამართლოში და ჩვენი კოალიციის კვალიფიციური იურისტები გაუწევენ მათ სამართლებრივ წარმომადგენლობას საკონსტიტუციო სასამართლოში. თვეებია უკვე, რაც ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის უფლების დაბრუნებასთან დაკავშირებით იბრძვის აგრეთვე ოპოზიციური ალიანსიც. არსებობს უკვე კამპანია ემიგრანტის ხმა, არსებობს პეტიციები, რომელზეც ხელმოწერები გროვდება როგორც ადგილობრივ, აგრეთვე საერთაშორისო ასპარეზზე ემიგრანტებში, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ. ამასთან ერთად გაგახსენებთ, რომ თვეების წინ ოპოზიციურმა ალიანსმა 6 პუნქტიანი გეგმა წარადგინა და ამ გეგმის პუნქტების შესრულების შემდეგ განიხილავდნენ მხოლოდ საარჩევნო პროცესში მონაწილეობის მიღებას და ჩართვას. და 6 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მოთხოვნა იყო ის, რომ ემიგრანტებს საარჩევნო ხმის უფლება უნდა აღდგენოდათ ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამასთან ერთად საკონსტიტუციო სარჩელი შეტანილი აქვს არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, რომელიც მოითხოვს, რომ დაუბრუნდეთ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ემიგრანტებს ხმის მიცემის უფლება. რაც შეეხება უშუალოდ ემიგრანტების პოზიციას, ისინი ჩვენთან საუბრისას აცხადებენ, რომ მოხარული არიან ახლა ამ სამართლებრივი პროცესების წამოწყებით. გაგახსენებთ იმასაც, რომ 2024 წლის არჩევნების შემდეგ, როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აგრეთვე ემიგრანტებს სარჩელი ჰქონდათ შეტანილი არჩევნების ფარულობის დარღვევასთან და დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით. საქართველოში მიმდინარე სამართლებრივი ორი ინსტანციის გავლის შემდეგ უკვე სტრასბურგში გადაინაცვლა ამ საქმემ. ემიგრანტები ახლა ჩვენთან საუბრისას ამბობენ, რომ მას შემდეგ რაც სტრასბურგში უკვე ამ სამართლებრივი საქმის წარმოება დასრულდება, აპირებენ, რომ იდაონ თავიანთი ხმების აღდგენაზე უკვე ქვეყნის ფარგლებს გარეთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც. ეს არის პრაქტიკულად უარის თქმა ათასობით და 10,000-ობით ემიგრანტზე, რაც ძალიან დააზიანებს მათ შორის საქართველოს კონსტიტუციაში პირდაპირ ჩაწერილ ნორმას, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია
არჩევნები ჩაატაროს საყოველთაოდ. ამიტომაც რასაკვირველია, კარგია ის, რომ ოპოზიცია დაობს სამართლებრივად მათ შორის ამ ხმის უფლებაზე. ჩვენ რასაკვირველია, ემიგრანტები მოხარული ვართ ამისთვის, თუმცა ჩვენც არ ვართ თლად ხელჩამოშებულები. ჩვენ ველოდებით სტრასბურგის გადაწყვეტილებას კონკრეტული 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, დამატებითი უბნების არ გახსნასთან დაკავშირებით და სწორედ ამის შემდეგ ჩვენც რასაკვირველია გავაქტიურდებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბევრი პოლიტიკური პარტია და სუბიექტი ჩაერთო ამ კამპანიაში, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის დაკარგვა ეს არის ფუნდამენტური უფლების დარღვევა და მათ აუცილებლად უნდა დაუბრუნდეთ ხმები, ამიტომ მნიშვნელოვანია ყველა ტიპის კამპანია იყოს ამისკენ მიმართული. რაც შეეხება საკონსტიტუციო სარჩელს, ჩვენი კამპანიის ფარგლებშიც ვაპირებთ, რომ თავად ემიგრანტები გახსნენ ამ სარჩელის შემტანი საკონსტიტუციო სასამართლოში, ამიტომ ყველა გზას ვფიქრობთ, რომ გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ეს უფლება დაუბრუნდეთ ემიგრანტებს. გაგახსენებთ, რომ 2025 წელს ქართული ოცნების მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ემიგრანტებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ ხმის მიცემის უფლება წაერთვათ, რაც გულისხმობს იმას, რომ ახლა ქვეყნის ფარგლებს გარეთ საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება. ქართული ოცნება კი მაშინ ემიგრანტებს ეუბნებოდა, რომ იმ შემთხვევაში თუ მათ მოუნდებოდათ საარჩევნო პროცესში მონაწილეობის მიღება, ამისთვის საქართველოში უნდა ჩამოსულიყვნენ და ქვეყნის ფარგლებს შიგნით უნდა დაეფიქსირებინათ საკუთარი პოზიცია, რამაც როგორც ემიგრანტების, აგრეთვე ადგილობრივი ოპოზიციური პარტიების გაბრაზება გამოიწვია. ისინი მიიჩნევენ, რომ ამ გზით ემიგრანტებს ერთმევათ ხმის მიცემის უფლება, ფუნდამენტური უფლება, ამასთან ერთად ეს ემიგრანტებისთვის დიდ ფინანსურ ხარჯებთან არის ასოცირებული. სწორედ ამიტომ ახლა ისინი მოითხოვენ ემიგრანტებისთვის ქვეყნის ფარგლებს გარეთ ხმის მიცემის უფლების დაბრუნებას.